აქედან გადავიღებ. მოსადადგა გრიგორ ობაქიძემ ლამარა ნაწარმოები ეს აწყობილია გვერდისჭამის მოტივებზე და ხევსურმა ნახა ეკითხება რომ ობაქიძე ხევსურს მოგეწონა ოსპედაკლიო და ჯანმა მიმატისო ჯან ეს იყო ყველაზე დიდი კომპლიმენტი რაც მე მივიღია როცა ბახტიორენ დაასრულა ვაჟან ერთი გადამიდგაო და მეუბნებაო რომ ხომ იყო საქართველო ვაჟაო გულწრფელად მითხარიო და მე ვთხარი შეიძლება გულისხმოდე კიდეც რა არა უდაოდ გულისხმობ 1000 პროფესორები მეგოყვანა იმას ვერავინ ასე შეუცვლიდაო ამას იმიტომ ვყვები ახლა რომ მიგვაჩნია რომ ქრისტიან ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უღვიდა ეზოს ყველას წამს რომ ის გასცემი წლები 18-დან 30 წლამდე უფალი აქ იმყოფებოდა იმიტომ უფლის კვართია აქ რომ მისი დედულეთია აქ და როგორც მთაში იციან ტალავერზე დატირება აი დაიტირეს ქართველებმა თავიანთი მარია ღვთისმშობლის ნაშრომი ღმერთკაცი ეს ვერსიები არის მეცნიერებში, კვლევარებში, ხალხში ას ვერ შეუცვლია ისევ ნიკო სამადაშვილი და გავდა ნინოს ნაფეხურები დიდი ცისხამზე მოკრეფილ იებს მე მინდა აი ამ იებს გავამოწოს ქართველი ადამიანი ყოველ გაზაფხულზე რომ მოკრებს და თითოეულ თავჩანგიტულ ყოჩივარდა და იაში ნინოს ნაროდს და ნინოს ნაფეხურებს რომ ხედავს მე მინდა გავამოწოს უცნაურ რაღაცას რო უთხრა იმ წელს რომ საქართველო არის ესეო ეს ფრაზა 14 წლის გოგონას ვინც მიატოვა დედა მიატოვა მამა მიატოვა ოჯახი და დაემშვიდობა ყველას გამოიარეს სომხეთიც რიფსიმე და გაიანე მისი დაქალები მოკლეს ეს გადარჩა 1000 კილომეტრი გამოიარა რომ ენახა ის ადგილი ამათო სამთელი ყველამ უფლის კვართისას იყო დავანებული მე მინდა დავალოცო ის წამი ის მუხლის მოყრა რომ მეორე მუხლის მოყრა პირველი მუხლის მოყრაოცა საქართველოზე დაადგა ფეხი და თვით ღვთისმშობელი გამოიცხადა და გადასცა ჯვარი ვაზისა და მინდა თავით მით შეახვია მეორე მუხლის მოყრაოცა შედი ცხოვრიდან ცადაში მოვის და მოხს მოიყეს იმ ადგილზე სადაც უფლის კვართია დავანებული და გავამოწოს ნინოს იმ ცერნებს რაც სიხაუსებითაც იტირა 15 წლის ბავშვია წამოვიდა იქიდან 14 წლის 10 წელიწადი იარა და კითხვა რა იყო ის ძალა ის мотиваცია ის ამბავი რომ წმინდა ნინო სულა საქართველო მოექციეს იყო გამოიწვული თავიდან მიზანი იყო სრულიად მარტივი რამ დავით გარეჯერთან უნდა გავაკეთოთ პარალელი დავით გარეჯერი შედის თავის მოწაფეებთან ერთად უფლის საფლავთან იერუსალიმში ვერ გააბედავს როგორ უნდა დაავადგა ჩემი ნალახი ფეხი იქ სადაც მაცხოვარი დადიოდაო და დაждდება და დაიწყოს ტირს თავის შეუმწევრობის გამო და მაშინ სიზმარში ნახავს კათოლიკოსი რომ მიდის ვიღაცა მოხუცი ბერი უცხო ქვეყნიდან რომ მიაქვს სამი ქვა მთელი იერუსალიმის მაზლი მიაქვსო ანუ იმ სამ ქვაზე რომელსაც სემი დაიდგა დავით გარეჯერის მთელი იერუსალიმის მაზლი იყო ჩაგვეთილი იმიტომ რომ
ვერ გაბედა, ფეხი დაებიჯებინა, საცა მაცხვარი დადიოდა. მოდის პატარა ბავშვი ნინო დავიჩოქებს იმ ადგილას, სადაც უფლის კვართი ეგულება და მე ხდება მთელი მოვლენები. ის მოქცევა და გაქრისტიანება და ამბავი ეს მე ხდება. თავიდან დავით გარეჯელივით, რომელიც ვერ გაბედა, მანაც ვერ გაბედა საქართველოს მოვლა. 10 წლები მაყროვანში იყო სამთავროს მონასტრის ეზოში მაყროვანია, იქ ლოცულობდა. მე ასაკი ემატება, მადლი ემატება, ცნობიერება ემატება, ენა სწავლობს და მე უკვე ხდება მოთხოვება, რომ ნინოს მერტი ილოცო. თუმცა ნაკადაგები იყო 3 და 4 მოთში გულის მიერ. მაგრამ ნინოს ნაკადაგები ძალა და სიღრმე და ნათელი წაადგა მირიანსაც და ქვეყანასაც. ამიტომ ეუბნება გრიგორო ბაგეზე, დაო და დედაო, ვართ შენზე დამდობილი და შენი შენდობით არ გადავშენდებით. ძალიან ცუდი რამე წერია კაცის ცხოვრებაში. გამოიმართა წობენს, ეკადა გაწმინდა ნინო, მიიღეს, იმიტომ დაინახა, ვისაც უნდა ეკადაგოს ამ ხალხშია გაფანტული და გაბნეული ტრადიციებში, ძმათნაბიჯობაში, სტუმართმოყვარეობაში, ოჯახში, ყველაფერში, ყველა ეთნოგრაფიულ მოვლენაში ჩანს, რომ მათი სული სავსეა ქრისტეს სულით. უბრალოდ დარჩა რიტუალია, რომ ნათელი მიიღონ, გაინათლონ აი ამ არამზე. რაზეც ვერ წავიდნენ, იმიტომ რომ მათ თავიანთი წესრიგი ჰქონდათ. ორი ღმერთი, გვერია, ღვთისმშობლები, სამსხვერპლო და ვერ გადადეს ეს ზამიჯები. იქ წერია, რომ მცირედ წარმართა ერისთავმა მახვილი მათ ქეცაზე დაო. აი ეს ფრაზა იმ ხოლების მიმართ კი არ არის წარმართული, აი მეგრუზე ხდება და გულს მისარავს, იმიტომ რომ იქ სადაც სიყვარულია და სადაც ნინო მიიღეს, როგორც თავიანთი თავის ასული, თავისი შვილი, არა უცხო, არა ტყვეთქნილი, რა თითქოს ტყვეობასო დედოფალ, ტყვე კი არ იყო, ტყვე ჩვენ ვიყავით მისი და მისი ძმები და მისი მშობლები. ამიტომ გამარჯვოს მის ნაბიჯებს და მის ქადაგებას აი აქ ჩინჩი, წობენში, აი ამ გზაგასაყართან და წობენებში ვართ. სულ მაინტერესებს წმინდა ჭიანჭველა დაძმულდნენ და გაუნდგნენ გზას, რაზე ისაუბრეს, რა თემებზე ლაპარაკობდნენ. ჯოყოლდას ვიადაუნმა ბევრი ამის ამბავი ეთუს გაიცენ გზაში, რა თემებზე ლაპარაკეს. იმას ვეთქო დამდენი ხესური მოკალი, დამდენი ქისტი მოკალიო. იმდენი ქალი მომეწონაო. მაშა იყო თემა საზიარო. აღფრთოვანებული რომ მივიდა ჯოყოლა თავის სახში, რომ თავმოყარება ეთყობა, რა ქვია, აი გაოცებაო, რომ ქალოსტუმარი მაგვარეო. დადგანინო წმინდა ნინოს ქვაზე. რა იყო ის პირველი ფრაზა? რაც უთხრა, რა ქვია? აი ამ ხოვერებს, გუთამაყრებს, ჭაცილებს, მოხევებს და ყველას. რა იყო? ეთყოდა, რომ მე აქ მოდიოდი, როგორც სტუმარი. წამოვიყვანა მაცხოვრის კვართით სულის წადნენ, რომ უხე მომეყარა. აქ შემოვიდი, როგორც თქვენიანი, თქვენი საკუთარი შვილი და მოხს ვიყი თქვენ წინაშე. ვის გახდით ღირსი დედამიწაზე სამყაროში, რომ უფალს ბინა არ დაედო მის კვართს. აი ამი დაიწყდა საუბარს და მე წავიდოდა და საუბარი. ვის პირველ ფრაზას გავამართოს, ვის პირველ როცას გავამართოს. იმ ამარას გავამართოს, რომელიც ამარას გაყვა. წინაინოს აქ ჩინჩიდან იქ კახეთში, ბოდაში, ბოდისხევში გადაიარეს ერთი თიანეთი და იქ უედგილოს და პირველ ყოვლისა ესენი მანგოშვილები იყვნენ წმინდა ნინოს ამარა, იმიტომ არიან მანგოშვილები ჩინჩი და მანგოშვილები კადენაკში და ბოდვის ხევში. ახლა კი მე მინდა უფალს პატიება ვთხოვო, იმიტომ რომ სამოქალაქო პირი ვარ, მაგრამ მე ვიცი რომ როცა კრიტიკული ვითარება იყო შექმნილი, მაშინ ზიარება და ნათლისღება ხდებოდა. მათო წყრით კი არა, ჩვეულებრივ ქრისტიანს ჰქონდა უფლება, რომ მოენათლა ბრძოლის წინ მონაშქრეებით. არა მარტო მოენათლა, არამედ მარადის ბრძოლის წინ, როცა ეპისკოპოსებმა გამოცხადეს, რომ ჩვენც უნდა ვიამოთო, მაშინ მებრძოლ ადამიანს, ვინც ხმას აღიებს, არა აქვს უფლება ზიარების. ან ხმალი და ბრძოლა, ან ღვთისმსახურება. აბა რა ვქნათო და მარადის გმირება მიწას მაკვიჩეს. სამჯერ მოკვიჩა მიწასაო და
აი ამით ეზიანი, იმისთვის გაჟღერილი ყოფილი და იმით. ამიტომ დიდება პარამის გაბედა რომ ეს ქადა გავსე რომ რომელიც ამ ოჯახშია გამოცხვარი ჩემ დალის ოჯახშია გამოცხვარი გულსართი ნიშნავს არა იმას რომ გულში შიგნით რა არის ხავეწია და ნადოღარი ქვია ერბოთია გულსართი ნიშნავს რომ ანუ მისი გაჭა და მითვა ნიშნავს რომ უფარო როგორც ისერება ქადა და ჩვენ ამას ვინაწილებთ ესე გავინათლოთ სიყვარული და თუ გადა გული გულობს ქადაური ხეთ იჭმება ამ გულზე კი საუბარი არის აი ამ ქადის შიგულზე კი არ არის არამედ ეს გულსათია ჩვენი საწუნება ჩვენი სიყვარული ის რაც დღეს აი ამ ოჯახში დაიღვარა აი ეს სიყვარული აი ეს საწუნება აი ეს რაღაც უზარმაზარი ერთიანობა რომ წაშალა საზღვარი შენ მე გვარებს შორის ასაკ შორის გლოცავთ და შეგეწიოს წმინდა ინოს მადლი ამ ოჯახს ამ საარაგოს ჩინს და ჩვენ ვნახევთ და წობენს ამინ აბა რაც ეჭიქა და აზრზე და გაინაცვლეთ აბა გადააწოდეთ გაუტეხეთ შენს არა 4 ხათაი